ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტულ ფაქტებზე. დღეს სპეციალურ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მაკაბოჭორიშვილთან კითხვები კომისიის წევრებსაც ჰქონდათ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს იმ სამ კანდიდატ ქვეყანას შორის იყო მოწინავე. ეს იყო ესეთი ფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ საჭირო იყო აღქმის შექმნა, რომ ესე არ არის და ამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მიღება ამ სამივე კომპონენტის შემსრულებლებმა. თუ გახსოვთ, კამპანია საქართველოს არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა ლელო და კამპანია შავი ხვრელი საქართველოს, ეს ალბათ არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. გამალებული კამპანია, რომელიც მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ საქართველოს წარმოჩენილიყო შავხრელად, თქვენ გახსოვთ უსამართლო წერილები, რომელიც ფრიალებდა მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თითქოს რაღაც არასწორად კეთდებოდა საქართველოში. რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს კამპანია, რომელმაც რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფოს იმ პერიოდში ზუსტად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდით და დავდიოდით მართლაც კარდაკარ, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებიან იმაში, რომ არასწორი იქნებოდა საქართველოს ჩამოტოვება ამ სამეულიდან და არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გეოპოლიტიკურად თავი რომ დავანებოთ. თუმცა ამ გეოპოლიტიკურ მიზნებს სხვა მიზნებმა, ასე ვთქვათ, აჯობა და ნამდვილად მოხდა ისე, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. მე არ შემიძლია არ გავიხსენო შარშანდელი ევრონესტის შეხვედრა. ინიცირებამ სურდა გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც ევრონესტის ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. ტექსტი იყო აბსოლუტურად სამი ქვეყანაზე მორგებული, უკრაინა, საქართველოს, მოლდოვა, შეეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტს ჭირდებოდა სამი ქვეყნის დელეგაციის თანხმობა ან 10 ხელმოწერა. არ ყოფნიდათ საქართველოს და მოლდოვის დელეგაციის, ქართული ოცნების და მოლდოვას დელეგაციის რაოდენობა. უკრაინის დელეგაციამ მაშინ უარი გითხრა, ხარი დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასაც ეხებოდა. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, როგორც მახსოვს, ბოტკოველი და კორძაია. მათი ხელმოწერები და მათგან ესე იგი ორდღიანი, ასე ვთქვათ, თხოვნის მიუხედავად და შეთავაზების მიუხედავად მათ ეს არ გააკეთეს. ევრონესტის შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა ევროკავშირთან ურთიერთობაში, ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ის ორგანიზაციებიც და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები აქტიურად ლობირებენ ამ თემას ბრიუსელში. ეს თქვენ გახსოვთ, შარშან შემუშავდა სხვადასხვა ვიზიტების დროს, მათ შორის იყო მახსოვს სამადაშვილიც, იყო მახსოვს ვაშაძეც ბრიუსელში, იყო თუ არ ვცდები ზურაგილჩი ჯაფარიძეც. საჭირო იყო თემა, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე. ეხლა ეს რეალურად მოახდენს გავლენას თუ არ მოახდენს, მეორე საკითხია, ასევე ეგონათ კანდიდატის სტატუსისარმოცემით ამოყირავდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლება. რაღაცნაირად არის რეზერვში და ჩვენ ხედავთ, გააქტიურდნენ, არაერთხელ ახსენა ეს თინა ბეკუჩავამ, სხვაებიც ახსენებენ, რომ ვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან. გეუბნებოდნენ ევროპელები, რომ ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და აი მერე ვნახოთ ის 85% ქართველებისა, ვინც ევროინტეგრაციის მომხრეა, ქართულ ოცნებას რას უზამს. ეს თქვენი ნათქვამია. ვინ გეუბნებოდათ ამას? დღეს ევროკომისარია ეს ადამიანი, ყველამ კარგად იცის. ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი. ჩემი მხრიდან გამომარტავ. კი, ალბათ დროა რომ გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა, ნახოთ როგორ იქნება ჩვენი დასკვნა.
მაკა ბოჭორიშვილის ჩვენებამდე სპეციალურ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ჩვენება მისცა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მან ჩვენება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ მისცა ჩვენება. დელეგაციამ თავისი პირველი ვიზიტი სტრასბურგში, სადაც რეგულარულად ტარდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები, განახორციელა ზამთრის სესიაზე, რომელიც გაიმართა 2025 წლის 21 იანვრიდან 27 იანვრის პერიოდში. იყო უპრეცედენტო მობილიზება როგორც რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისინი რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ სტრასბურგში და მანამდე როგორც ჩანს, იკვეთება, რომ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად გამოკვეთილად ჩანს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი და ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ALDE. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გამოაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომელშიც შემადგენლობაში შედიოდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აქ იყო გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ან პოლიტიკოსების მხრიდან სამართლიანი არჩევნები, ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი ბურჯანაძე. ეს ადამიანები მაქსიმალურად კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის თაობაზე და ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია. თინა ბოკუჩავა პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომ საჭიროა ზომების მიღება, გაჩნდა წინადადება კონკრეტული, რომ დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი ყოფილიყო კონკრეტული დათქმებით. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ წინასწარ, რომ არანაირი დათქმა ჩვენთვის მისაღები არ იქნებოდა. ჩვენ ჯერ დელეგაციის შემადგენლობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელი იყო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თვითონვე ჩვენი გადაწყვეტილებით შეგვეჩერებინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა. ჰქონდა როგორც ხელმძღვანელი პროცესი, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. ამ პროცესში შიდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოვლენები, მათ შორის არჩევნები. ოპოზიციისა და ევროპის გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ყოველთვის გამოიყენებოდა იმისათვის სამანიპულაციოდ, რომ ამ ქვეყანაში არა ქართველი ხალხის არჩევანი ყოფილიყო გადამწყვეტი თუ რა ხელისუფლება ეყოლება, არამედ სწორედ გარე ჩარევა. აი ამის ნათელი მაგალითი იყო თუ არა ის მოვლენები, რომელიც თქვენ აღწერეთ. მე დამრჩა შტაბ-ჭდილება აი ამ ინდივიდუალური შეხვედრების კონტექსტში, ეს იანვრის თემას საუბრობ, იანვრის ვიზიტზე, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებით ბალტიისპირელები გამოირჩეოდნენ აგრესიულ დამოკიდებულებით, გაბრაზებული იყვნენ და ამას არც მალავდნენ, რომ როგორ მოხდა ისე, რომ მორიგჯერზე არჩევნების შედეგად ისევ თქვენ გაიმარჯვეთ. ანუ ფაქტიურად ხალხზე, ქართულ ხალხზე იყვნენ გაბრაზებული, რომ რატომ აგირჩიესო. აი ეს განცდა და მეუფლა მე მომიწია საბერძნეთში ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად და საბერძნეთიდან 2 კვირის თავზე ასევე ჟენევაში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პირად საუბარში მე მომილოცა არჩევნებში გამარჯვება და მითხრა, რომ
წარმოუდგენელია მართლაც ასეთი უპირატესობით გამარჯვება. ისიც მითხრა რომ გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა იმასაც გეტყვით პირდაპირ რომ დიდად არ გაგხარებია რომ ისევ თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში. ეხლა თქვენ ახსენეთ რომ განსაკუთრებით აქტიურობდა IPP, ევროპის სახალხო პარტია და ALDE, ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ კარგად გვახსოვს, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიხსენებ ბრიუსელში 2016 წლის აპრილში გამართული ასოცირების კომიტეტის რიგით მეორე სხდომა, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემას ეწინააღმდეგებოდა სწორედ ეს პარტია, ამ ორი პარტიის წევრები, მთლიანად პარტიები არა, მაგრამ ძალიან ბევრი წევრი აქტიურობდა, ეს იყო IPP და ALDE და სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გიორგი კანდელაკმა და ტარიელ გონდარიძემ არ დაუჭირეს მხარი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონოდათ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. თეატრი ლუკიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედული ანგარიშის წარადგინა მის განცხადებთან მუშაობა დასკვნის ეტაპზეა და იქნება მძიმე შემაჯამებელი დოკუმენტი. ლუკიანის თეატრობაში ოპოზიციონერი დელეგაციას და ერთადერთი შეწყვილება კომისიის დისტანციურ რეჟიმში ჩართულობით ამაზე უარსებიან. არ არის გამოუცხადი გამოუცხადებლობის მიზნით პროკურატურაში ახალი საქმეები გადაეცემა. იკვეთება კომისიის დასკვნა იქნება უმძიმესი თავისი შეფასებებით, რომლებიც გაკეთდება 6 თემა, რომელიც თქვენ განუსაზღვრეთ, ჩვენ ყველამ განუსაზღვრეთ ამ დარბაზში პლენარული სხდომის ფარგლებში ჩვენს კომისიას უფლებამოსილების ფარგლებად. ეს გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომი, ეს გახლავთ ძალადობა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკუთარ ამომრჩევლის პასუხისმგებლობას გაექცნენ და ციხეში დაემალნენ, რამდენად შესაძლებელია, რომ საგამოძიებო კომისიას ის პასუხები, რაც თავის დროზე კომისიისთვის უნდა გაეცათ, იქიდან არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ კომისიის კითხვებს გასცემ პასუხი. მანამდე ვთავაზობდით ფიზიკურად გამოცხადებას, დღეს შევთავაზებთ ჩართვას. თუ ისინი გადაწყვეტენ კვლავ რომ არ დატოვონ საკანი და მიბრძანდნენ იმ ოთახში, სადაც ჩართვის აპარატურა იქნება გამართული, რა თქმა უნდა, ჩვენ მიმსჯელებთ ამაზე და არ არის გამოიცხული, რომ ორშაბათს უკვე ახალი საქმეები გადაიგზავნოს გამოუცხადებლობის შესახებ საქართველოს პროკურატურაში. კითხვები შეიძლება დასმულიყო და რა შეკითხვები იგეგმებოდა მათ მიმართ, არ მესმის, რომ იქ პროცესში შეიძლება ახალი შეკითხვები წარმოიშვას, მაგრამ ძირითადი რა შეკითხვებია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ შეკითხვებს თავი აარიდა. ნიკა გვარამია იყო მიტაცებული რუსთავი ორის ერთ-ერთი ლიდერი და ხელმძღვანელი, რომელიც უკვე ოპოზიციაში ყოფნისას ამბობდა, რომ ჩვენ ყველას ფეხქვეშ მიწა უნდა დაგვეწვას და თუ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, მე ვნახავთ, რასაც ვნახავთ. შესაბამისად, წარმოუდგენელია ვინმეს კონდეს ობიექტურ მსმენელს და მაყურებელს კითხვა, ღმერთო ჩემო, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს კომისიას ნიკა გვარამიასთანო. იგივე ეხება ბატონ გიორგი ვაშაძეს, რომელიც იყო ზურა ადეიშვილის მოადგილე, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაში, საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება ბატონ ხაზარაძეს, ჩვენ არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ, ბიზნესმენები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო ნაციონალური მოძრაობის დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე და ის და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკთან ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ასე ვთქვათ ავატარები იყვნენ. ნარკოდანაშაულში ბრალდა ჯარის ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა თავდაცვის სამინისტრო წელს სკოლის მოსწავლეებს უკვე მე-13 მათს წინძლობს მე-11 და მე-14 კლასელების დაახლოებით 1700 მოსწავლის ჯამში 8 როტაცია იქნება.
მოსწავლეები საფუძველზე ტოპოგრაფიას და სამხედრო ნავიგაციას ეუფლებიან, სწავლობენ პირველად სამედიცინო დახმარების გაწერას და დაშავებულის ევაკუირებას. ბანაკის პროგრამა 5 გადარჩენის კურსს საინჟინრო და სამთო მომზადებასაც მოიცავს. პროექტში ჩართულია საპატრიარქოს ჯარის ბანაკი პრეზიდენტმა პრემიერმა განათლების და თავდაცვის მინისტრმა გახსნეს. საინტერესო ბევრი ძალიან განსაკუთრებული. ილოცავთ დღევანდელ დღეს ჯარის ბანაკის გახსნის დღეს ამ მართლაც უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ გაეცნოთ ჩვენი ქართული ჯარის, ჩვენი სიამაყის ცხოვრების წესს, ჩვენი ჯარისკაცების ცხოვრების წესს, სხვადასხვა მიმართულებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი პატარა ქვეყნის მამაციერის უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქართული ჯარი, როგორც მოგეხსენება, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი წინაპრები, ჩვენი გმირები, რომლებმაც გაიღეს მთავარი სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა და ეს პროცესი გრძელდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის, ჩვენი ქვეყანაც ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად ვიქნებით გაძლიერებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითყოფადობა და იდენტობა. ჩვენი ჯარი არის ჩვენი ქვეყნის თვითყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი. 23 საუკუნის წინ დაფუძნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და იქიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ისტორია და ქართული ჯარის ისტორია არის ერთმანეთისგან განუყოფელი. და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სჭირდებოდა ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, პირველი სწორედ ქართული ჯარისკაცი იდგა ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოს და ეს გრძელდება. თვითონ თქვენთანისთვის ეს დღეები, ყოველი წუთი, რომელსაც აქ გაატარებთ, იქნება დაუვიწყარი და ძალიან ბევრი, ძალიან ნაყოფიერი და ძალიან ბევრის მომცემი თვითონ თქვენთანისთვის. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ცოდნის თვალსაზრისით გაიგებთ საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს სამხედრო სისტემის და ასევე სამოქალაქო თავდაცვის, პირველადი დახმარების და ასე შემდეგ ბევრი საინტერესო თემის შესახებ, ასევე მოისმენ ძალიან ბევრი ისტორიას, ძალიან საგმირო საქმეებს ქართული ჯარისკაცების და შევხვდებით პირადად ეს მივხვდით მართლა უნიკალური გამოცდილება ჩვენს გმირებს და გექნებათ საშუალება, რომ შეიგრძნოთ და მიიღოთ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, პირველადი წყაროდან. ეს პროექტი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა კაფეო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალებს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და რომ არა ის, რომ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად თითოეულ მოქალაქეში და განსაკუთრებულად ახალგაზრდებში ყველას დავანახოთ ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ჯარს ისუფებს. ჩვენ გვეამაყება, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, ინტერესი ამ პროექტის მიმართ არ იკლებს და პირიქით იზრდება. ჩვენ უკვე რამდენიმე 1000 მივახციეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში და ძალიან გვიხარია, რომ მასპინძლობთ ამ პროექტს როგორც აქ კოჯორში სერჟანტთა აკადემიაში, ასევე საჩხერეში სამთო მომზადების სკოლაში და წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენ ეს პროექტი და მისი შინაარსი. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობისთვის ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა. დღესვე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზრაძის და ნიკო ნორმელიას საქმეებზე. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ხარის არგუმენტაცია, როგორც ბრალთან მიმართებით. ჩვენი დასაბუთება, არგუმენტირება, მტკიცებულებები, რაც წარდგენილი გვქონდა ჩვენ არსებითი განხილვის ხდომაზე. შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რაც იყო განურვეჭმულმა სტანდარტით დასაბუთებული და ბუნებრივია გამოიტანა გამომტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ შეაფასა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი, სამართლიანი და რელევანტური, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესწავლილ ცვლილებებს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ეხმიანება ორგანიზაციაში მიიჩნევა, რომ კანონის გამკაცება დროულია და აუცილებელია მისი ეფექტიანი აღსრულება. მივესალმებით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციირებას. მიგვაჩნია, რომ კანონის გამკაცება და შემდგომში ეფექტიანი აღსრულება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას. აშკარაა, რომ ქუჩაში ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ დესტრუქციულმა ოპოზიციამ სასამართლოს დარბაზებში გადაწყვიტა სატელევიზიო შოუების დადგმა. სისტემური სახე მიიღო მოსამართლეების შეურაცხყოფამ, პროცესების ჩაშლის მცდელობებმა, მანდატურებზე, პროკურორებზე, ასევე მოწმეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებმა. ეს ყოველივე ხორციელდებოდა პარტიული ტელევიზიების კამერის ობიექტივისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ხელოვნურად შექმნილიყო სასამართლოში ქაოსის და უმართავი პროცესების შთაბეჭდილება. წლებიარად სასამართლო სისტემა ქვეყნის გარედან მასშტაბური შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სახელმწიფოს მტრებმა ვერ მოახერხეს სასამართლოს ხელში ჩაგდება, მათ წამოიწყეს ინსტიტუციის დისკრედიტაციის და მასზე ზეწოლის მრავალი მეთოდის ამოქმედება. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად დაუწესა სანქციები მოსამართლეებს, გამოყენებულ იქნა სხვა სადამსჯელო ღონისძიებები. მუდმივად ხდება მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების ბულინგი. საზოგადოებას ახსოვს, როგორც ცდილობდნენ უცხოური ძალები ეგრეთ წოდებული ვეტინგის თავსმოხვევას, რაც სისტემის პარალიზებით, საბოლოოდ კი მათ ხელში გადასვლით უნდა დასრულებულიყო. შეგახსენებთ, რომ ბრუმინეთში სწორედ სასამართლოს მეშვეობით მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების Deep State-ისთვის არასასურველი შედეგის გაუქმება. ეს და სხვა ფაქტებიც ხატყობს იმას, თუ რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო სისტემის კონტროლი Deep State-ის სახელმძღვანელოში უპირველესი ამოცანა. სასამართლო სისტემის და მისი დამოუკიდებლობის დაცვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულების საკითხია. სწორედ ამიტომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში სასამართლოში ქცევის ძალიან მკაცრი წესები. კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის, ასევე მართლმსაჯულების პროცესის მშვიდ ვითარებაში განხორციელების უზრუნველყოფაში.